ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, რა სახის ტრავმები შეიძლება შეხვდეს ოჯახურ კონტექსტში. ოჯახში შეიძლება შეხვდეს ერთჯერადი ტრავმები, ეს არის უკიდურესად შოკის მომგვრელი ტრავმები, როგორიც არის ავტოკატასტროფა, უბედური შემთხვევა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, უეცარი გარდაცვალება ახლობლის, ჯანმრთელობისთვის საშიში დიაგნოზი, ქალის ფსიქოლოგიური ტრავმა სპონტანური აბორტის შედეგად და ყოველთვის ხო ამ ერთჯერად ტრავმებს ძალიან ხშირად ახასიათებს ის, რომ ადამიანი განიცდის უდიდეს დანაკარგს. და როდესაც ადამიანი განიცდის დანაკარგს, უმნიშვნელოვანესია, რომ დანაკარგთან გამოთხოვება მოხდეს გლოვის სახით. ანუ ავტომატურად ადამიანს ბუნებრივად უფრო სწორად ერთვება გამოგლოვების პროცესი. და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაიაროს, რათა გამოვიდეს, დასრულდეს გლოვა და ადამიანმა შეძლოს განვითარებაზე ისე გადართვა და ჩვეულ რითმში ცხოვრება.